გადაცემას კი ვიწყებთ საუბარს გიორგი ბარამიძესთან, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანია ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობს. რა თქმა უნდა, ბატონო გიორგი, ეს არც პირველი შემთხვევაა პარლამენტში ხელჩართულის ბრძოლის და თავს ვერავინ ვერ დადებს იმაზე, რომ უკანასკნელი იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის, ანუ რიცხობრივი უპირატესობა პარლამენტში სამუშაო პროცესშიც თვალსაჩინოა, იმიტომ რომ დანარჩენი პარტიები საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან და ჩხუბშიც ეს საკმაოდ თვალშისაცემი იყო. არ ვიცი, როგორ შეაფასებდით იმას, რაც დღეს მოხდა საგაზაფხულო სესიის ბოლოს ხდომაზე? მადლობა მოწვევისათვის. პირველ ყოვლისა მცირე კორექტივ შევიტან, ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში არა ვართ. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ პარლამენტს და ამ პარლამენტში არ შევიდით. ეს ორი სხვადასხვა რაღაცაა. ბოიკოტი შეიძლება ქონდეს პარლამენტში შესულ პარტიას, რომელიც პროცესებს, თქვათ, გამოეთიშება და გამოაცხადებს ბოიკოტს. ეს საპარლამენტო, ასე თქვათ, პროცესის ნაწილი არის და აქ სხვა რამეს არაღიარებაც ბოიკოტის ერთ-ერთი ფორმა. არა, ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის არაღიარება. კი ბატონო, ამ თემას დავუბრუნდებით შემდეგ. ამ თემას გავშლით, იმიტომ რომ არა, ამაზე არაფრის გაშლას მე პირადად არ ვაპირებ, ფақط მოკლედ დიპასუხებ თქვენ შეკითხვებზე. ეს სტრუქტურა ნამდვილად არ გვაინტერესებს, ეს არის არალეგიტიმური სტრუქტურა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის. მოღალატეები რო არიან, ახლაც კარგად ჩანს, აი ცხინვალის რეგიონში რა ხდება, როგორ ცდილობს რუსეთი ამ ჩვენი რეგიონის ანექსიას და ხმას რო არ იღებენ, ძალიან კარგად ჩანს. კრიმინალები რო არიან, კიდევ ერთხელ ძალიან კარგად გამოჩნდა და მანამდეც ჩვენვიად იცოდა ჩვენმა საზოგადოებამ, რომ თავიდან ბოლომდე ეს რეჟიმი კრიმინალური მენტალიტეტის არის, კრიმინალური აზროვნების არის და კრიმინალური მეთოდებით დაიტოვა ხელისუფლება ხელში ჩაიგდო, უпростоრად არჩევნების ასევე კრიმინალური გზით გაყალბების შედეგად და ცდილობს კრიმინალური მეთოდებით და მენტალიტეტით წარმართოს პროცესები, ხელში ჩაგდებული აქვს ძალაუფლება და რასაც აკეთებს, კარგად ხედავთ. ამიტომ ჩვენ ამ ადამიანებზე ამ რაღაც არარსებული არალეგიტიმური სტრუქტურის ჩარჩოებში საუბარს ნამდვილად ზედმეტ დროს არ დაუთმობთ. ანუ თქვენ იმდენად არ აღიარებთ და არ გაინტერესებთ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს პარლამენტის შენობაში, კი ბატონო, მიმდინარე მოვლენები, რომ ამ ფაქტის კომენტირებასაც არ აპირებთ? ეს არის ჩემი კომენტარი. ანუ ძალადობა იყო სახეზე, არ ვიცი, თქვენ აღიარებთ. კი ბატონო, კარგი, მაშინ ასე დაგისვათ შეკითხოს. ხელშეურს თქვენ ახსენეთ რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთის ანექსიის მცდელობა, ხომ? სხვათა შორის ამასთან დაკავშირებითაც ჰქონდათ დღეს გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შეკითხვები ირაკლი კობახიძესთან და ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მთელი დღის განმავლობაში მათ ისეთი დისკომფორტი შეუქმნეს კობახიძეს, რომ მათ შორის ამითაც იყო გაღიზიანებული მართველი პარტია და შემდეგ აი ეს გაღიზიანება გადაიზარდა შემდეგ მათ წინააღმდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში. ანუ ანექსიის თემა ხომ მაინც საინტერესოა? ხო, მაგრამ არა ამ არარსებული და არალეგიტიმური სტრუქტურის ჩარჩოებში. რა თქმა უნდა, საინტერესო კი არ არის, ჩვენ ამაზე განცხადება გავაკეთეთ და ჩვენ ამაზე პოლიტიკური პროცესი გვაქვს, რომ საზოგადოებას ქართულს საერთაშორისოს მივაწვინოთ ჩვენი ხმა და დაწყებული გვაქვს ჩვენი, ასე ვთქვათ, აქტიურობა როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, იმ პერიოდიდან მოყოლებული, რაც ეს ანექსიის ეს ფაზა დაიწყო, თორე დიდი ხანია, ამაზე ვსაუბრობთ, რომ ეს არის მოღალატური რეჟიმი, რომელიც არის კოლაბორაციონისტული რეჟიმი, რომელიც არ გაღიზიანების პოლიტიკას კი არ ატარებს რუსეთის მიმართ, არ გაღიზიანების პოლიტიკას, სწორი პოლიტიკა, აი ჩვენ გვექნება არავის გაღიზიანების პოლიტიკა, იმიტომ რომ ხელოვნურად არავინ არ უნდა გააღიზიანო, არც მტერი და არც ნახევრად მეგობარი თუ შორს უყოფი ქვეყანა. ამათ აქვს კოლაბორაციონისტული პოლიტიკა, ეს სხვა რაღაცა არის. ეს არის ოკუპანტთან თანამშრომლობის პოლიტიკა, ოკუპანტის ნების აღსრულების პოლიტიკა. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის პოლიტიკა. ამიტომ ამაზე მტერთან ოკუპანტთან კოლაბორაციაზე ჩვენ დიდი ხანია დაწყებული გვაქვს ბრძოლა და ეხლა ეს ახალი ფაზა არის მცდელობისა ანექსიის, ეს მცდელობაა, რა თქმა უნდა და ამას ვერ მოახერხებს რუსეთი, როგორც ამას
ვერ ახერხებს და კარგად ხედავთ რუსეთში და დაემხობა რუსეთს თავზე უკრაინაში რა თქმა უნდა მადლობა შესწორებისათვის დაემხობა თავზე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ დაემხობა რაშისტული იმპერიალისტური რუსეთი და იმპერიალიზმი და ჩვენ როგორც შეგვიძლია ხო რა ბერკეტები ჩვენ გვაქვს იმათაც როგორც შეუძლიათ ან მე ვიცი თქვენი დამოკიდებულება და თქვენი მოსაზრება გახარიას მე სხვა შორის აი აქვე გეტყვით რა სიმართლე გითხრათ მეგონა რომ სულ ცოტა დაგმობდით მაინც აი ამ ფიზიკური ძალადობის ფაქტს გახარიას პარტიის წევრებზე რა თქმა უნდა მე ვიცი თქვენი შეფასება თქვენი დამოკიდებულება გახარიას პარტიის მათი აი ამ გადაწყვეტილების მიმართ გულისხმობ პარლამენტში ეხლა მე კონცეფტი შევაქე თქვენი ჭკუით? არა, არ ბატონო გიორგიე, ჩემი ჭკუით თქვენ ქართული ოცნება არ შეაქეთ, მაგრამ არც ძალადობა დაგმეთ. კრიმინალები არიან თქო, აბა რა ვთქვი? ანუ კრიმინალები არიან ზოგადად ეს სიტყვები ამ კონკრეტულ ფაქტთან ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, კი ბატონო. კი ბატონო, შეიძლება მე რაღაცა უფრო მეტ კონკრეტიკას, შეიძლება უფრო მეტ აქცენტს ან მეტ კონკრეტიკას ველოდებოდი. მე გიხსნით რომ თქვენ გინდათ რომ ამ არარსებულ სტრუქტურაზე მეტი ვილაპარაკო და მე გითხარით რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ესენი არიან კრიმინალები და სამშობლოს მოღალატები. თქვენ გინდათ რომ უფრო მეტი ვილაპარაკო ერთმა ქოცმა მეორე ქოცი როცემა ვიდრე ანექსიის მცდელობაზე და მე მინდა ანექსიის მცდელობაზე გავამახვილოთ ყურადღება და თქვენი რაღაცები ხო და არ მაინტერესებს ამაზე საუბარი ისინი არიან კრიმინალები ეს მათი გამონაყოფი შეუერთდა მათ ამ არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაციისათვის და შესაბამისად ეს სპექტაკლი ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს. მე მაინტერესებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს და იმ ასობით ათასი ჩვენი მხარდამჭერის წარმომადგენელს ამ სტუდიაში ვილაპარაკო საქართველოს პრობლემაზე და არა იმაზე ერთმა კრიმინალმა ქოცმა როგორც ემა მეორე ქოცი. შედარებით ნაკლები კრიმინალი, თუმცა ის იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც ადამიანებს თვალები დათხარა, იმიტომ რომ ისინი გავრილოვის ღამეს და ოკუპაციას ასე ვთქვათ აპროტესტებდნენ და ეხლა გინდათ რომ მე ამათ შორის ეხლა რაღაცა ეს კრიმინალური გარჩევა გადავაქციოთ ჩვენი გადაცემის მე არაფერი არ მინდა მე ერთადერთი მინდა რომ უფრო სრულ ყოფილი პასუხები ხო ეთყობა რომ ვერ მივიღე ასე ეხლა კი ბატონო ახლა უფრო ხელი იყო თქვენ როგორც გინდათ ხოლმე ის უნდა გიპასუხოთ ადამიანმა და მე საკმარისი ჩემი აზრით შეფასება მივეცი კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ეს კიდევ ერთხელ როდესაც გინდა მიიღო ის მაქსიმალური ინფორმაცია კი ბატონო კარგი ახლა ამის გამო ვიკამათებთ რაღაცა და ნუ დავძაბავთ საუბარს კი ბატონო პრობლემა არ აქვს იმიტომ როცა საყვედურობთ თუმეტეს როცა უსაფუძვლო საყვედური ამიტომ არ მივიღებ ამ საყვედურს და გიპასუხებთ რა თქმა უნდა და ანუ კიდევ ერთხელ გიპასუხებთ მაგ საყვედურთან დაკავშირებითაც ამიტომ მე არ მაინტერესებს ამ კრიმინალურ ბანდას რაც რა აქვს შექმნილი არალეგიტიმური ამაზე საუბარი მე მაინტერესებს საქართველოს ბედი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და რომ ესენი მოღალატეები არიან, ესენი კრიმინალები არიან, ეს ყველამ კარგახანია გაიგო. ახლა დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომ ამაზე ვისაუბროთ, მე გთხოვ, ვისაუბროთ საქართველოს მთლიანობაზე, ვისაუბროთ ეს მოღალატეები. ეს ხომ საინტერესო, ანუ დღეს ყველა საუბრობს, რომ ეს არის დუმილი ახლა ქართული ოცნების მხრიდან, არის დანაშაული იმაზე, რაც ხდება. ეს არის კოლაბორაცია. ეს არის უბრალოდ დუმილი. ეს კოლაბორაცია ამისკენ მიდიოდნენ გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი და თქვა რომ ბოდიში უნდა მოუხადოთ საქართველოს მტრებსო ეგ დუმილია